გარემო ზედამხედველობის სამსახურის ახალი შენობა გავხსენით, რეგიონული შენობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, რომ თანამშრომლებს ჰქონდეთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამუშაო გარემო, რომელიც თავისთავად ცხადია მუშაობის ხარისხზე იქნება ასახული და მინდა წარმატებები უსურვო. ამით ჩვენი რეგიონებში ვიზიტები, რა თქმა უნდა, გრძელდება. მნიშვნელოვანი არის, რომ თითოეულ რეგიონში, თითოეულ ჩვენს თანამშრომლებს, ჩვენი უწყების ყველა მიმართულების თანამშრომლებს შევხვდეთ, ადგილზე გავეცნოთ საჭიროებებს, რომელიც მათ აქვთ, რადგან შესაბამისი რეაგირებები იყოს გაკეთებული, რადგან კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვავ და აღვნიშნავ, რომ მათთვის კომფორტული გარემო, შესაბამისი ხარისხის და სტანდარტის გარემო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ მათი საქმიანობა იყოს ხარისხით შესრულებული. რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში მოვინახულეთ საწარმოები, რომელიც ჩვენი ბენეფიციარები არიან, მნიშვნელოვანი არის. აგრეთვე ადგილზე გავეცნოთ რა არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის კომპონენტი მათთვის, რადგან რა თქმა უნდა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ხარისხიანი პროდუქცია, ზუსტად ასეთი მცირე საწარმოებებით, მცირე და საოჯახო მეურნეობებით შესაძლებელი არის, რომ მაღალი ხარისხის, მაღალი სტანდარტების პროდუქციის მიღება, მიღწევა, რომელიც მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ შიდა ბაზრებისთვის, არამედ საექსპორტოდ, რადგან ქართული პროდუქციის ხარისხი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რასაც ყურადღებას მივაქცევთ, როგორც ჩვენი ბენეფიციარების ფარგლებში, როგორც ჩვენი პროგრამების ფარგლებში, ასევე ჩვენი სხვადასხვა უწყებიდან გამომდინარე. ამიტომ ჩვენი მხარდაჭერა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის იქნება ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებული. უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი, ვინაიდან ქალაქ თელავში გავხსენით გარემოს ზედამხედველობის ახალი შენობა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სამსახური ახორციელებს ისეთ საკითხებზე პრევენციას, როგორიც არის ტყის უკანონო სარგებლობა და ბრაკონიერება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამსახურის თანამშრომლებს საშუალება ექნება თვითონ კომფორტულ გარემოში შეასრულონ მასზე დაკისრებული ფუნქცია მოვალეობები. ასევე ბატონი მინისტრი კახეთის რეგიონის სამუნიციპალიტეტში უშუალოდ შეხვდა მეწარმეებს და ფერმერებს, მათი მხრიდან მოისმინა პრობლემები და გამოწვევები და აღუქვა დახმარება. ბუნებრივია აღნიშნული შეხვედრა ემსახურება იმას, რომ უფრო ეფექტური იყოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერა წვრილი მეწარმეების და ფერმერების მიმართ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გახსნა კახეთში რეგიონალური გარემოს დაცვის ზედამხედველობის ოფისი. პირველ რიგში უნდა მოგახსენოთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია არის გარემოს კონტროლსა და დაცვასთან დაკავშირებული, იმიტომ აქ არის უკანონო ხე-ტყის ჭრასთან დაკავშირებული საკითხები, უკანონო რეწვა, მათ შორის სასარგებლო წიაღისეულისა, თქვათ ქვიშახრეშის, აგრეთვე აქ არის თევზის ან ცხოველთა უკანონო რეწვა, რაც რა თქმა უნდა შესაბამის კონტროლს საჭიროებს და ეს სამსახური ერთობ მნიშვნელოვანი არის. ეს ახალი ოფისი ნიშნავს არა მარტო ახალ შენობას, ნიშნავს რა თქმა უნდა ახალ სამუშაო პირობებს, ახალ სტიმულს, ახალ მოტივაციას და ეს სამსახური აღჭურვილი არის დღეს ყველა იმ საჭირო ტექნიკური საშუალებებით, რაც ინსპექტორებს და გარემოს ზედამხედველობის თანამშრომლებს უადვილებს თავისი ფუნქციების შესრულებას და ეფექტურს ხდის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს რა თქმა უნდა კახეთის ბუნებისათვის და ფაუნისა და ფლორისათვის ძალიან სასარგებლო ნაბიჯი არის.